მოგესალმებით და დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისათვის. ჩვენ შეგვიძლია რომ გავხსნათ სივრცე, თუმცა უფრო საუბრის იმაში ვიქნებით, საუბარში, გაცვლაში, რაღაცა აზრების და პატარა პრაქტიკაც გვექნება, მაგრამ ყოველთვის კარგი არის, მით უმეტეს როცა მძიმე რაღაცებზე ვლაპარაკობთ, როგორიც არის პოლიტიკური დღევანდელი ჩვენი რეალობა სამყაროზე და საიდან არის ეს გამოწვეული, ყოველთვის კარგი არის ეს დიდ რაღაცებზე როცა ვლაპარაკობთ, რომ მოვიწვიოთ ის დამხმარე ძალები, ვინც გვინდა რომ ჩვენთან იყვნენ და მფარველობა მოვითხოვოთ. ასე რომ გეპატიჟებით, რომ დასაწყისშივე ერთად მივიტანოთ ყურადღება შიგნით. არ არის აუცილებელი რომ თვალები დახუჭოთ, მაგრამ შეგიძლიათ რომ დახუჭოთ თვალები. რომ უბრალოდ ვიგრძნოთ, რომ ვიმკვიდრებთ საკუთარ სხეულს. ჩავისოთქოთ ღრმად და ვიგრძნოთ, რომ ჩვენი სახლი, მთავარი სახლი, რომელიც ყველგან წამოგვყვება, სადაც არ უნდა გადავადგილდეთ სამყაროზე, არის ჩვენი სხეული. მივიტანოთ ყურადღება ამ ჩვენს სახლში. მივიტანოთ ყურადღება ჩვენს გულთან. მოусმინოთ ცოტათი გულის ფეთქვას. შეიძლება აჩქარებული იყოს, შეიძლება მშვიდად იყოს, როგორც არ უნდა იყოს, უბრალოდ დავაკვირდეთ. მივიტანოთ ასევე ყურადღება კიდევ უფრო ქვევით ჩვენს კანის ქვედა ნაწილისკენ, რომელიც გვამკვიდრებს და გვაკავშირებს მიწასთან, ჩვენს ფეხებთან. ვიგრძნოთ, როგორი შეგრძნება არის ჩვენი ფეხები. და ვიგრძნოთ ასევე კავშირი მიწასთან. ნელ-ნელა ყურადღება უფრო და უფრო მეტად ქვევით ჩავიტანოთ. და ვიგრძნოთ კავშირი მიწასთან, რომელიც არის კავშირი სიცოცხლესთან. ამ მიწაზე დავიბადეთ ყველა. ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, აბსოლუტურად ყველა, ვინც ამ დედამიწისანი ვართ და ვართ ერთი ორგანიზმი. ვიგრძნოთ, რომ ვართ ჩართულნი ამ ორგანიზმში. და ამ დაფუძნებული ადგილიდან და ამ ჩართულობიდან დაარჩით ყურადღებით თქვენს ცენტრთან, თქვენს საკუთარ ცენტრთან და ამ კავშირთან, პირდაპირ კავშირთან, მიწასთან, დედამიწასთან, დედამიწის შუაგულთან. და ნება მიბოძეთ, რომ პატარა ლოცვით გავხსნა სივრცე. ხარიდაგვიჭირეთ თქვენი სინათლე და გვანათეთ სიყვარული გამანათეთ
მოგიხავთ თქვენ სიბრძნესა მადლობა 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 ბრძენო ძველო სიყვარით ახსოვსე წინაპარნო ჩემნო და ყოველი აქ მყოფი შეკრებილი ადამიანებისანო და მათნი ვინც აწი შეხედავს ამ ვიდეოს ჩანაწერს სიბრძნისანო სიყვარულისანო და დამხმარე ძალანო მფარველნო ჩვენო ვინც გვეკვალიანებთ ცხოვრებას და გვფარველობთ გთხოვთ რომ მოხვიდეთ ჩვენთან ერთად გაატაროთ ეს 1 საათი დაგვილოცოთ ველი შეკრათ იყოს დაცული და გთხოვთ რომ ამ სივრცეში ადგილი გქონდეს სიმართლის გაზიარებას, სიყვარულს, პატივისცემას და რაც აქ გაზიარდება ყოველი ადამიანისათვის, ვინც აქ მონაწილეობს, ვინც ჩართული არის ეხლა ან მომავალში ამას შეხედავს, იყოს რაიმე მხრივ სარგებლიანი და დაელოცოს დაამითი. მის გზაზე და მის ცხოვრებაში სულისწორად სიარული, მის გზაზე სიარული. დიდი მადლობა მიწას, მადლობა დიდ დედას და დედამიწას, მადლობა სამყაროს სიყვარულს და საიდუმლოებას და დაუცვილი იყოს ეს სივრცე. მადლობა. ნელა მოვიტანოთ ყურადღება ისევ ამ საერთო საზიარო სივრცეში. გავიაზროთ რომ ამას ერთად ვქმნით, თუმცა მე უფრო მეც ვილაპარაკებ ალბათ დღეს. ესეთი რომ დავარქვათ განრიგი გვექნება. ვილაპარაკებ ცოტა იმაზე, რა თემითაც დაგპატიჟეთ აქ და მოხვედით. კითხვები-პასუხებისათვის იქნება სივრცე და ადგილი. და მე ბოლოსკენ მინდა რომ 10 წუთი მაინც დავუთმოთ პატარა პრაქტიკა შეგვიძლია დავარქვათ მედიტაციას. სადაც რომელიც იმ განზრახვით გვექნება რომ ვიგრძნოთ ეს რესურსულობა უკვე აქ. და ეხლაც მოგიწოდებთ ლაპარაკის დროსაც ან მოსმენის დროსაც რომ იგრძნოთ აი თქვენ როგორ გრძნობთ თავს დამკვიდრებულად, იგრძნოთ კავშირი მიწასთან, იგრძნოთ კავშირი რომ ხართ ნაწილი უზარმაზარი სიცოცხლის ქსელის, რომელიც ეს ფაქტი ეგრე არის, რეალობა არის, ყველა ვართ ყოველთვის კავშირში უზარმაზარ სიცოცხლის ქსელში, ხოლო ხანდახან ამას ესე არ ვაზრობთ ამაზე სულ ხო ყოველდღიურობაში ყავას რო ვიკეთებ ამ მომენტში არ ვფიქრობ შეიძლება ან ნებისმიერ რაიმე მომენტში არ მაქვს გააზრებული და გაცნობიერებული რომ ეგრე არის არა და კარგი არის, რაც უფრო მეტად შეგვიძლია, რომ ჩვევაში შემოვიტანოთ აი ესეთ ყოფაში, ესეთ ცნობიერ ყოფაში და მე მჯერა იმისი, რომ რაც უფრო მეტად ბუნებასთან ახლოს ვართ, ამას არ სჭირდება დიდი ძალის ხმევა, რომ გავიხსენოთ, რომ ვართ კავშირში, იმიტომ რომ ჩვენი სხეულები ამას თავისთავად იხსენებენ, ეგრე არიან ბიოლოგიურად მოწყობილები ჩვენი სხეულები, რომ როდესაც ხეების და მცენარეების და მიწის და 1000 სხვა არსებების გარემოცვაში ვართ, მიდის კარგად დინება. გენერაცია, ბიოლოგიური ჩვენი მოწყობილობა კარგად მუშაობს, იმიტომ რომ ერთვება. როგორც ხეები ვით, ცოტა ეგეთი არსებები ვართ, რომლებიც დაფუძნებულები არიან და კავშირში არიან ფესვებით ყველაფერ დანარჩენთან. ამიტომ და პატივისცემა რო გვაქვს ქალაქები, რაც ფანტასტიკური არის, საინტერესო რაღაცები ხდება ქალაქში, ხო, ბევრი კულტურული რაღაცა ისინი არის ხოლმე ღონისძიებები ან საინტერესო მუზეუმები და ასე შემდეგ, ანუ ქალაქების წინააღმდეგ არა ვარ. უბრალოდ რო არ ცხოვრობ მიწასთან პირდაპირ და შეიძლება გაატარო რამოდენიმე დღე ბეტონსა და შენს ბეტონი რო ყოფს შენსა და მიწას შორის სივრცეს ეს უფრო, ანუ რატო ვლაპარაკობ ამაზე? ჩვენ დღევანდელ კოლექტიურ ყოფაში ხშირი არის იზოლაციის შეგრძნება, იმიტომ რომ გარემოს ვქმნით ესეც უფრო და უფრო, რაც იზოლაციაში გვამყოფებს. და ეს გადადის პირდაპირ იმ ჩვენ დღევანდელ თემაზე, პოლიტიკურ დღევანდელ მდგომარეობაზე. მე იმის მჯერა, რომ ნებისმიერი
ნებისმიერი კოლექტიური ან დიდი ზიანი ადამიანების მიერ ერთმანეთის მიმართ თუ სხვა არსებების მიმართ მიყენებული მოდის აი ამ იარიდან, იზოლაციის იარიდან, რომ შენ თუ გონია ან გრძნობ, რომ ხარ რამენაირად სხვა ვიდრე რამენაირად გამოყოფილი ან დაშორებული, ან სხვა არ არის შენი ნაწილი, მარტივი არის მაგ დროს, რომ დააზიანო სხვა. და შეიძლება ძალიან მარტივად და პრიმიტიულად ჟღერდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგრე არის. ეგეთი მარტივი და პრიმიტიული არის ომიც. რატო არის ახლა ეს თემა დაკავშირებული წინაპრებთან? ნებისმიერ რაღაცას, რასაც დღეს ვუყურებთ, ადამიანების მიერაც არის რამენაირად წამოწყებული ან ადამიანების ჩართვით და ინიციატივით მოქმედებს არა მხოლოდ რთული რაღაცები, დადებითიც რა თქმა უნდა ასევე მასე არის, მაგრამ დღეს გვაქვს ლაპარაკი ჩვენი დღევანდელი თემა არის როგორ ვიყოთ მშვიდობაში დამკვიდრებულნი მაშინაც როცა ქაოსი არის სამყაროში, ხო? და იმ აზრით რომ ეგრე არის ძალიან ბევრ ადგილას დღეს სამყაროზე ომი მიდის. დიდი ხანია რუსეთსა და უკრაინას შორის ეს ვიცით და დღემდე არ დამშვიდებულა იქ სიტუაცია. პალესტინასა და ისრაელს შორის საშინელი დაპირისპირება არის და ირანთან კინაღამ წამოიწყო ისევ ომი, შტატებიდან ჩართვა იყო სუდანში, ძალიან დიდი ხანია მაგაზე არ ლაპარაკობენ ახალ ამბებში, მაგრამ სუდანში ბევრი წელია უკვე სასტიკი ომი მიდის და დიდი შიმშილობა და ხალხი სამყაროზე მიტანჯება, რთულ მდგომარეობაში არიან. და ჩვენ ამის თუ რომც არ ვიყოთ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, სადაც აშკარა ომი არის, ჩვენთან საქართველოშიც არ არის ძალიან მარტივი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ძალიან დაძაბული არის და ეს კიდე თავისი თემა არის, ხო? მაგრამ ამასაც და ასევე ძალიან მწვავე ომებს, რომელიც სხვა ადგილებზე ხდება სამყაროზე, სხვა ქვეყნებში ხდება, გავლენა აქვს ჩვენზე. იმიტომ რომ არ ვართ ერთმანეთისგან რეალურად გაყოფილები, ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში, ძალიან მარტივ პრაქტიკულ დონეზეც და რა თქმა უნდა, სულიერ დონეზეც და ძალიან პრაქტიკულ დონეზეც. პირდაპირ ეკონომიურ კავშირში ვართ ერთმანეთთან, პირდაპირ სოციალურ-პოლიტიკურ კავშირში ვართ ერთმანეთთან, დიპლომატიურ კავშირში ვართ ერთმანეთთან. და ეს აისახება ჩვენზე, რომც ჩვენს ყოველდღიურ ცნობიერ ყოფაში ამას არ ვითვალისწინებდეთ, გავლენა აქვს ყოველ თვითოულ ჩვენთაგანზე. და ესენი, რასაც დღეს ვუყურებთ, არ არის წამოწყებული ჰაერიდან. ეს არის წინაპრების წამოწყებული, რაც ეხება ყოველ შემთხვევაში ადამიანებს ან კულტურებს შორის უთანხმოებას და დაპირისპირებას არის დიდი ხნის გარდაუქმნელი და მოუგვარებელი პრობლემები, როგორც მაგალითად პალესტინა-ისრაელს შორის. როდესაც ისრაელმა წაართვა მიწა გადაწყვიტა, რომ იმ მიწაზე უნდა თავისი ქვეყანა აეშენებინა, როცა უკვე იყვნენ იქ მკვიდრი ხალხი. შესაძლოა ალბათ კიდევ უფრო მანამდე, კიდევ უფრო ადრე ვიდრე მე-20 საუკუნემდე და არის ეს დაპირისპირება სიტყვაზე თუ გვაქვს მაგალითად ლაპარაკი ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობაზე, მაგრამ ეს არის წინაპრული, მაგის თქმა მინდა, ძირითადად ეს არის წინაპრული თემა. სანამ ეს წინაპრული თემა წინაპრებთან ერთად მათი ანუ მაგას ნახეთ რას ვამბობ, წინაპრების პირდაპირი ჩართვით მაგათთან ერთად, მათთვის მოხმობიანად არ მოგვარდება, რთული იქნება ამ პრობლემების გადალახვა. გამეორდება ისევ და ისევ და ისევ და ისევ. იმიტომ რომ ეს რაღაცეები არის მათი წამოწყებული. და როგორც საქართველოში და ყველა მკვიდრმა ხალხმა იცის
ამ, იყო ურთიერთობა და პატივისცემა წინაპრების, აი ეს ურთიერთობა, როდესაც არის რაიმე უთანხმოება, ვთქვათ, კომუნაში, ხო, კომლში. ესეთი რაღაცეები მიქონდათ ხოლმე ეს საკითხები წინაპრებთან. ანუ მათ პირდაპირ რთავდნენ ამის მოგვარებაში. თხოვდნენ თავიანთ აზრს ან მფარველობას ან დალოცვას, რომ კარგად წასულიყო. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური მოქმედება და ადამიანური ერთ-ერთი პრობლემის მოგვარების ტიპი, რომელიც ყველა მკვიდრმა ხალხმა იცის ან იცოდა. მეხსიერებაში, სადაც აღარ არის და წყვეტილი არის კულტურის და აღარ არის ეს წინაპრებთან ურთიერთობის ტრადიცია შენარჩუნებული, იქ, რა თქმა უნდა, ეს უკვე უცნაურად ჟღერს, რომ რის რა მკვდრებს უნდა ველაპარაკო, როგორ უნდა ველაპარაკო და ასე შემდეგ. მაგრამ ესე იგი, აქედან გამოვიდივართ ამ რეალობიდან, რომ წინაპრები მართლა არსებობენ, სიცოცხლე გრძელდება გარდაცვალების მერე, არსებობენ წინაპრები, თუ მოუგვარებელი არის რაღაცა თემები, იმათ უჭირთ. იმათ თუ უჭირთ, ჩვენც გვიჭირთ. იმიტომ რომ რეალურად რომც არ ვხედავთ სულიერ უფრო სუბუქ ან უფრო ფაქიზი ენერგიის მქონე, ფაქიზი სხეულის მქონე არსებებს, ასე ვთქვათ, ხო? ფიზიკურად მათ ვერ ვხედავთ, მაგრამ რეალურად არსებობენ მათ ენერგიას, მათ მდგომარეობას პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენზე და შესაბამისად ხედავთ ამას ჩვენს რეალობაში, ჩვენს აქტუალურ, ყოველდღიურ, იქნება ის ინდივიდუალურ, ოჯახურ, თუ კოლექტიურ, თუ კულტურულ, თუ რაღაცა საქვეყნო რეალობაში, ქვეყნის რეალობაში. ისახება და ირეკლება მათი მდგომარეობა. ომის ფორმით, ომის სახით ვხედავთ ზუსტად ამას, თუ ომი არის, ასე ვთქვათ, რაღაცა ყველაზე ისეთი დიდი, დაგროვებული მაგალითი, რომ რაღაცა ძალიან დიდ ყურადღებას იხმობს და არ მოგვარებულა, მეორდება ისევ შეიძლება აფეთქდეს, ხო? ან ხშირად ომში მაშინაც ხდება ხოლმე ფეთქდება სიტუაცია. ასე რომ რა უნდა ვქნათ? მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პირველ რიგში გააზრებული ვქონდეს. ან მაგიტომ ვიწყებ ამ იმითი, რომ როდესაც არ ვართ გათვითცნობიერებულები, რომ ამ რაღაცებს ჩვენზე გავლენა აქვს, შეიძლება ვერც დავაკავშიროთ ამათთან და ჩვენს ყოველდღიურ მენტალურ მდგომარეობაზე, ემოციურ მდგომარეობაზე ისახებოდეს, მაგრამ ჩვენ ესე მაინც ამას არ ვაკავშირებდეთ, ხო? ვაკავშირებდეთ რაღაცა უფრო პიროვნულს. მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდეთ და იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ არ ვიტანჯოთ იზოლაციაში. ყველა გავდივართ რაღაცა რთულ პერიოდს. ადამიანები სამწუხაროდ, იმიტომ რომ ვიმეორებთ იგივე შეცდომებს. და რა თქმა უნდა, კარგი დღეები გვაქვს და ეს კარგად ყოფილიყავით და ვიყოთ კბილად და კარგად და გვემხიარულოს კიდევაც, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც რთული რაღაცები მიდის და რაღაცა პრობლემები გვიმეორდება და გონია რომ გადავლახეთ და არ გადაილახა, მე გეტყვით იმას, რომ არ არსებობს ინდივიდუალური კურნება. ანუ შეიძლება იმუშაო საკუთარ თავზე წლები და გააკეთო ეს კურნების რაღაცა მეთოდი, ის კურნების მეთოდი, წინაპრებთანაც არ აქვს მნიშვნელობა 1000 მილიონი რაღაცა გააკეთო და დიდი ბოდიში ვთოთ და მიხვდე, რომ შეიძლება რაც უფრო განვითარდები სულიერად, მით უფრო მეტად აღიქვა კიდევაც ეს რაღაცები, რომ ხდება უფრო ფაქიზი გაგიხდეს სულიერი სხეული და უფრო კარგად აღიქვა ეს ყველაფერი, რაც ხდება სამყაროზე. გული უფრო ცოცხალი გაგიხდეს ამ მხრივ.
ეს იმიტომ არის, რომ არ არსებობს ინდივიდუალური გასხივოსნება ან ინდივიდის ბოლომდე განკურნება. გასხივოსნება მაჰაიანა ბუდიზმში, ეს არის ტიბეტური ბუდიზმი, არიან ესეთი არსებები, რომელსაც ქვიათ ბოდისატვები, წმინდანი არსებები არიან, ღვთაებები თუ გინდათ ეგრე დავარქვათ. და ეს ბოდისატვები, მათი ის არის, რომ თავიანთი თავისუფალი ნებით ბრუნდებიან, ანუ არიან გასხივოსნებულები და პრინციპში შეუძლიათ, რომ აღარ იყვნენ ამ ციკლს ისევ იქ ხო არის დაბადების და ახლა რეინკარნაციის ფილოსოფია. იმათ აქვთ იმის უნარი, რომ აღარ ესაჭირეობათ, რომ დაიბადონ ისევ გასცილდნენ ამ იმას ციკლს. მაგრამ თავისი ნებით ბრუნდებიან, იმიტომ რომ იციან, რომ არ არსებობს ინდივიდუალური გასხივოსნება. შეიძლება შენ ძალიან კარგად იყო, მაგრამ რეალურად რო დააკვირდე, ხარ მართლა ძალიან კარგად, სხვები როცა არ არიან, მოქმედებს მაინც, ხო? იმიტომ რომ ერთნი ვართ რეალურად, კავშირში ვართ ყველა ერთმანეთთან. ეს მნიშვნელოვანი არის ამის გააზრება. და მერე აქედან როგორ შეგვიძლია რომ ვიმოძრავოთ, რომ ამან ყველაფერმა ჩვენს ნერვულ სისტემაზე არ იქონიოს ესეთი დიდი სტრესი, რომ საერთოდ დემობილიზება გააკეთოს, ხო? ამან რა თქმა უნდა გვინდა რომ შევძლოთ ვიყოთ ჩვენს ცენტრში, მნიშვნელოვანი არის რომ მივხედოთ საკუთარ სხეულებს, საკუთარ მენტალურ და ემოციურ მდგომარეობას, ვიყოთ მყარად და ვიყოთ ის წყარო რომელიც შეძლებს რომ დაეხმაროს ჩვენს გარშემო, ვისაც დასჭირდება დახმარება. ამისათვის მნიშვნელოვანი არის, რომ იმისთან მიუხედავად, რომ ვიაზრებთ, რომ ეგრე არის, ესეთი არის რეალობა. ძალიან ბევრი კარგი რაღაცაც ხდება, მაგრამ ამავდროულად ბევრი რთული რაღაცაც ხდება და ნუ ეგრეა. და ეგრე იქნება ალბათ დიდი ხანი. მნიშვნელოვანი არის, რომ ვიპოვოთ ჩვენი ცენტრი. და ეს შეიძლება ბევრნაირად მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პრაქტიკები გქონდეს ისეთი. ყველას თქვენი ის გექნებათ, ხო? რაც უფრო გიზიდავთ, ვიღაცებს გექნებათ, თქვათ, უბრალოდ ბუნებაში გასვლა, ვიღაცებს გექნებათ მედიტაცია, ან უბრალოდ ცეკვა, ან სირბილი მოძრაობა, ან ეკლესიაში სიარული ლოცვა, სანთლის დანთება. არ აქვს მნიშვნელობა რაც არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გქონდეს რაღაცა პრაქტიკა, რაც შენ გაკავშირებს იმ მომენტში, ყოველდღიურად რასაც აკეთებ და სადაც გრძნობ, რომ ვიხსენებ, რომ არა ვარ მარტო ეს, ხო? ვიხსენებ და მახსოვს, რომ ვარ კავშირში. ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს რაღაცები ვაკეთოთ სისტემატიურად და ყოველდღიურ რეჟიმში. ეს პრაქტიკები, რაც ჩვენთვის არის უფრო ახლოს და რაც ჩვენი არის. ეს ერთი. და იქიდან გამომდინარე, რომ რაზეც ვილაპარაკეთ, წინაპრების მიერ არის რეალურად ეს რეალობა ადამიანურ ველში ყოველ შემთხვევაში, რაც არის წამოწყებული და აქ არიან, ჩვენს გარშემო არიან ისედაც, ხო, ეგრე არის. ან ჩვენ სხეული პირდაპირ მათი განსახიერება არის, მათ მიერ მოგვეცა ეს სხეული და ჩვენ სისხლში და ძვალში და კანში და დნმ-ში არიან, ხო? ამიტომ მათი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენზე ისახება. და მნიშვნელოვანია, რომ ამის ესეც გქონდეს გააზრებული და რაიმე სახის პრაქტიკა გქონდეს ამისი. და ასევე ჰიგიენის მათთან კავშირში. იმიტომ რომ თუ წინაპრული ხაზები არ არიან იდეალურ მდგომარეობაში, იდეალური მდგომარეობა რას ნიშნავს? ანუ თუ ხაზზე არის რამოდენიმე სული მაინც, ან რამოდენიმე თაობა, ან დიდი ნაწილი, რომელიც არ არის ბოლომდე გარდაქმნილი, რომელმაც ვერ გადაამუშავა, რა მიზეზებიც არ უნდა იყოს და არსებობს 1000-ნაირი მიზეზები, მაგრამ ვერ გადაამუშავა რაღაცები, რაც ქონდა გადასამუშავებელი და არის სიმძიმე, ამას აქვს გავლენა ჩვენზე. როდესაც ეგ გაწმენდილი არის და იწმინდება, მათ შეუძლიათ, რომ ის საფუძველი მოგცენ, რაც უფრო სახსრიანი არის და დაგვეხმარება, რომ ამ ცენტრში ვიყოთ, მაშინაც, როდესაც არის არეულობა ჩვენს გარშემო.
ეს როგორ გავაკეთოთ? არსებობს ბევრნაირი პრაქტიკები. მე რა პრაქტიკებსაც ვასწავლი და რასაც მე თვითონ ვაწარმოებ ყოველდღიურად, არის კურნების ყურადღების მიტანა. ანუ თუ მე არ მაქვს ახლა ამ მომენტში შესაძლებლობა, რომ კურნების პროცესი გრძელი არის, საგვარეულო ხაზის დონეზე მასშტაბზე ვმუშაობ მე პირადად და თავისი პროცესი არის, რამოდენიმე კვირა სჭირდება, რამოდენიმე თვე სჭირდება ერთ საგვარეულო ხაზის განკურნებას. თუ მე არ მაქვს ამის ეხლა ეგრე არ არის, ვთქვათ, არ არის ჯერ განკურნებული, ის მაინც არის მნიშვნელოვანი, რომ ვაპრაქტიკოთ, რომ ვახსენოთ, პატივი ვცეთ და ვთხოვოთ, ბრძენი და ძველი წარმომადგენლები მოიწიონ ახლოს ჩვენთან და ვინც ჯერ არ არის ბოლომდე კარგად, მშვიდობაში დამკვიდრებული, დიდი პატივისცემით და სიყვარულით ვთხოვთ, რომ ჩვენი ველიდან, პირადი სივრციდან, აი აქ, აი ამ ველიდან, ცოტათი უკან გაიწიონ. ხო? ანუ რომ მოხდეს რეორგანიზება ამ ჩვენს გარშემო, ჩვენ წინაპრული სისტემის. იმიტომ რომ აქ არიან ისედაც. და აი ამის გამეორება სარგებლიანი არის, რომ გავაკეთოთ, რომ რაც ჯერ არ არის ბოლომდე დამკვიდრებული, მშვიდობაში ცოტათი უკან გაიწიოს. არა იმიტომ, რომ ვუარყოფთ, არამედ იმიტომ, რომ პრაქტიკული მიზეზის გამო გვინდა, რა თქმა უნდა, რომ უფრო რესურსულები ვიყოთ, საბოლოოდ იმათაც ეს უფრო აწყობთ. ეს არის რაც შეგიძლიათ აკეთოთ, თუ ვთქვათ, აზზე არის მაინც რაღაცა სიმძიმეები, ან არ არის ბოლომდე განკურნებული. ასევე უბრალოდ კეთილი სურვილის ქონა. და გაგზავნა ამ კეთილი სურვილის, რომ დაე კარგად იყოთ. დაე მშვიდობაში იყოთ. და ეს სიყვარულით რომ მოიხსენიოთ ხოლმე. დიდი ძალა აქვს ამასაც. ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ ძლიერი არის. პრაქტიკას როცა გავაკეთებთ ბოლოსკენ, შეგვიძლია რომ პატარა სინჯი გქონდეს ამისი, რომ აი როგორ შეგვიძლია მოვიტანოთ ყურადღება შიგნით და როგორ ავღიქვათ, რომ ვართ კავშირში მათთან და რომ მათთან არის დიდი რესურსულობა. და როდესაც ვიგრძნობთ, რომ ჩვენს გარშემო არის აბსოლუტური ქაოსი, როგორ შეგვიძლია, რომ დავამკვიდრდეთ აი ამ შეგრძნებასთან, რომ ვუკავივარ ძალიან დიდ ორგანიზმს, როგორც ხე ფესვებით არის ჩართული დიდ ორგანიზმში, აი ეგრე. და ეგენი არიან ჩემი წინაპრები და შემიძლია, რომ ამაში დავამკვიდრდე. რა თქმა უნდა, ეს არის რაც ხშირად ამას ვაწარმოებ და გვაქვს ეს ცნობიერებაში, რაც ხშირად ვკავშირდებით, ეს უფრო ძლიერი და ძლიერი ხდება ამის აღქმა. დღეს პატარა სინჯს გავაკეთებთ. ეხლა მინდა რომ გავხსნა კითხვებისათვის და ვისაც რაიმე კითხვა გააქვთ ამ ჩვენს თემასთან დაკავშირებით, ხართ დაპატიჟებულები, შეგიძლიათ ჩეტში ჩაწეროთ ან შეგიძლიათ მიკროფონი მიუთი მოხსნათ და დასვათ ცოცხლად კითხვა. მე მაქვს შეიძლება შეკითხვა. ალა მიხატია. თუ შეგიძლია რომ ვიდეო ჩართო თუ არ არის? ვერა სამწუხაროდ. არა უშავს. კარგი. გისმენ. ესე იგი, აი განსაკუთრებით, ნუ მშობლები ხო ხა პირველი წინაპრები არიან და ანუ რამდენი თაობა განსაკუთრებით რომელთანაც ეს ჭიდრო კავშირში ვართ. ჩემი გამოცდილებით მთელ ხაზს აქვს დიდი გავლენა. ანუ როგორ ვთქვათ, იცით, ხაზი არის, ანუ საგვარეულო ხაზი არის, ვთქვათ, დედის ხაზი, დედის და დედის მხრიდან დედა და დედამისი და დედამისი და დედამისი და დედამისი და ასე შემდეგ.
სანამ სულ შორს არ მივდივართ უპირველეს ქალამდე, რომელიც დაბადა ეს ხაზი, ხო? ანუ ეს არის მთელი გრძელი ხაზი. რაც როდესაც წინაპრები ხდებიან, ანუ გარდაიცვლება ადამიანი, რაღაცა ნაწილი, რაღაცა კულტურებში ეგრე წარმოუდგენიათ, რომ რაღაცა ნაწილი სულის ბრუნდება, სხვადასხვა ნაწილები არსებობს სულის და ერთი ნაწილი არის წინაპრული, რომელიც ბრუნდება წინაპრულ ველში. როდესაც ეს ხდება და სული არის აბსოლუტურად გარდაქმნილი, ანუ არ გართულდა პროცესი, ასე ვთქვათ, და ნამდვილად გარდაიქმნა და დაბრუნდა და გავიდა 1 წელი და არის დაბრუნებული წინაპრულ ველში. იმ ადამიანს აღარ აქვს, ან იმ წინაპარს, ასე ვთქვათ, აღარ აქვს მიჯაჭვულობა თავის იდენტობაზე, რაც ამ ცხოვრებაში განასახია არა, მისი სახელი, დაბადების დღე აღარ არის მნიშვნელოვანი, დაბრუნებული არის. ანუ, რისი თქმა მინდა, წინაპრული ხაზი არის უფრო, როგორც წარმოვიდგინოთ, ერთი კოლექტივი არის უფრო. რაღაცა კოლექტიური ენერგია არის ერთობის, რომელიც არის, როცა არის ჯანსაღ მდგომარეობაში, მობილიზებული ძლიერი ენერგია, სადაც ანუ ყოველ წინაპრულ ხაზს აქვს თავისი უნიკალური რაღაცა განსაკუთრებული თვისება, განსაკუთრებული ენერგია. არის როგორც ყოველი წინაპრული ხაზი არის როგორც აი მზეს რო უამრავი სხივი აქვს, ხო? აი ესე ყველა ერთი წყაროდან მოდის, მაგრამ ყველა უნიკალური არის. ყოველი ხაზი უნიკალურია, არც ერთი არ მეორდება ერთნაირი. და როცა ჯანსაღი არის ხაზი, აი ეს უფრო ერთიანი კოლექტიური ენერგია არის და გამტარი ამ რაღაცა უნიკალური მათი ენერგიის და მადლის. ესეთი არის უფრო. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ რამოდენიმე თაობას აქვს გავლენა ჩვენზე, მთლიანად აქვთ. მაგრამ შეიძლება ეგრე, რომ ვთქვათ, რომელიღაცა თაობაში, ვთქვათ, რაღაც მეხუთე თაობაში რაღაცა მოხდა და იმან და გადაახტა რამოდენიმე თაობას და იმ რაღაცა თემამ იქონია ჩვენზე, აი ამ ცხოვრებაში დიდი გავლენა და ამას უფრო ჩვენ ვატარებთ ახლა. ეგეთი რაღაცაც შეიძლება. თავარი არის ოღონდ უფრო საგვარეულო მასშტაბით ფიქრი, იმიტომ რომ როდესაც მთელი საგვარეულო ხაზი არის მთელი, ცალკეულ ისტორიებს როგორც წესი ეძლევა ასევე თავისი მშვიდობა და კურნება. მადლობა კითხვისათვის, ხატია კიდევ ხო ერთ და დაგრჩა რაიმე. რამდენ ხანში ხდება ეს გარდაქმნა თუ ინდივიდუალურია? აი სულის გარდაქმნაო და რაღაც ხანი ჭირდება და ანუ ეს როცა ადამიანი გარდაიცვლება, რამდენი ხანი უნდა? ხო, თუ ხაზი არის თვითონ კარგად ჯანზე და არ არის იქ ხაზშივე დაგროვებული რაღაცა სიმძიმეები და ვიღაცები არ არიან ჯერ გარდაქმნილები, თუმცა დიდი ხანია გარდაიცვალნენ და მაინც ჯერ არ გადავიდნენ, ანუ ეგრე თუ არ არის და კარგად არის ხაზი, წესით როგორც უნდა იყოს და როგორც ხშირ შემთხვევაში იყო ხოლმე, როცა ეს ტრადიციაში გვქონდა და იმ კულტურებში, სადაც აქვთ ეს წინაპრული ზრუნვა ტრადიციაში, როდესაც გარდაიცვლება ადამიანი, არ არის შემთხვევითი, რომ აი ქრისტიანობაშიც არის მაგალითად ეს, რომ 1 წლის თავი, ხო? და სხვადასხვა კულტურებში მეორდება ეს, იმიტომ რომ 1 წელი მნიშვნელოვანი არის, აი რომ გარდაიცვლება სული არის როგორც აქეთ რო ვიცით, რომ დაიბადება ბავშვი, ხო, პატარა არის ჯერ, ჭირდება ყურადღება, ზრუნვა, განსაკუთრებული უნდა სულ შენთან ყავდეს. ესე არის, როდესაც გარდაიცვლება, ჭირდება რომ ყავდეს თავისი მეგზურები, თავისი ყურადღება, გზამკვლევები იქით, რომ გაატარონ ის ფაზა, რაშიც უნდა გაიაროს, იმიტომ რომ რთული არის ეგ ფაზა საკმაოდ. დაახლოებით ესე 1 წელი ჭირდება. თუ კარგად არის მართლა ყველაფერი. აი რო არ იყოს ისე, აი რატო მაქვს ესე, ესე გამოვიყურები და ამიტომ გამორთული მაქვს ეკრანი. თმას იკეთებ. თმას იკეთებ. და ლამაზად ქონოდეს. ბოდიშს ვიხდი. ლამაზად გექნება. არ არის საბოდიშო. მადლობა ხატია კითხვისთვის.
ანა შეიძლება მე ანა, გამარჯობა, მეც. სალამი, რომელი იყავით პირველი ელისო და თამრო ორივე? ჯერ ვთქვათ ელისო. სალამი ელისო. ისმით. ანუ ახლა ნახე არ მომისმენი, ანუ მე ვარ ჩართული თუ თამარს უსმენთ? ეხლა გისმენთ შენ ელისო. ერთი წუთი. თუ გესმის და ესმის, ახლა მესმის. კარგი. კი, ჩვენც გვესმის. ეხლა მე გამიჩნდა ესეთი ორი შეკითხვა, ერთი შეკითხვა, სადღაც წავიკითხე და მაინტერესებს, რამდენად მართალი არის, ანუ სასაფლაოზე რომ მივდივართ ხოლმე, ხო არიან ეს უკვე განკურნებული სულები თქვათ და არიან მიჯაჭვული სულები, რომლებიც თქვათ იქ ან ხშირად ამ სხეულს ვერ შორდებიან და ანუ სასაფლაოებზე არიან. რამდენად საშიში არის, ანუ დღის რაღაც მომენტებს აქ ამაზე მნიშვნელობა თუ არა, რომ თქვათ, ანუ ენერგეტიკულად რამე ან დაგიკავშირდნენ, ან გამოყვეს რამე იქიდან რაღაცა ერთი კითხვა. და მეორე, ანუ მასეთი წინაპრები თუ ყავს, ვინც გაჭედილი არის, არ არის გადასული, ვერ განიკურნა, მაგათთვის რას ვაკეთებთ? მადლობა კითხვისათვის, ორივე ძალიან კაი კითხვა არის. პირველ კითხვას რაც ეხება, ეგრეა, ხო, შეიძლება რომ რაღაცეები შემოვიდეს ჩვენს ველში, არა მხოლოდ სასაფლაოზე, ზოგადად ყოველდღიურადაც იმდენი ენერგია დატრიალებს, იმდენ ადამიანს ვეხებით, ვინც არც იცი იმ ადამიანს რა ენერგიები აქვს, ხო, მის გარშემო ანაკიდებული. არ მინდა რომ შეგაშინო, მაგრამ იგივე არის, როგორც აი ვთქვათ, შეიძლება ყველგან ვირუსი გადაგედოს, ხო? მეტროში თუ შეხვალ, რაც უფრო მეტი ხალხი არის, ვიღაცა დააცემინებს, დიდი ალბათობა არის გადაგედოს შენ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ავირიდოთ თავი ხშირად გაციებისგან და ვირუსისგან. იმუნიტეტი უნდა გავიძლიეროთ. იმუნიტეტი არის ამ შემთხვევაში ის, რომ ჩვენი პრაქტიკები გქონდეს, ვიყოთ დამიწებულები ჩვენ საკუთარ სხეულთან კარგი, ანუ, რაც ფიზიკურ დონეზეც იგივე ვლინდება, აქაც, ანუ, კარგად მოვექცეთ სხეულს რა, ვიცი რომ ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ აი რაც შეიძლება ჯანსაღად ვიკვებოთ და ესეთი რაღაცეები, ანუ უფრო რაც გვამკვიდრებს და სხეულში შესაძლებლობას მოგცემს, რომ სხეულში კარგად ვიყოთ. ეგ უკვე თავის იმას შვება. როცა სხეული ჯანსაღად არის, მით უფრო ის არის ხოლმე ალბათობა, რომ ჩვენი ენერგეტიკული ველიც კარგად დაცული იყოს. ასევე განზრახვას აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ იცი რომ ვთქვათ, მიდიხარ, და ზოგი ჩვენგანი უფრო ისეთი არის, ხო, უფრო რაღაცნაირი, რას ვეძახით ამას, ემპათიურ ადამიანებს, ხო, უფრო მეტად შეუძლია რომ რაღაცეები ჩვარივით მოვიძიდოთ და ავიღოთ, ავისფრუტოთ, ხო, ჩვენში. მაგ შემთხვევაში, თუ იცი რომ უფრო მაგეთკენ გაქვს მიდრეკილება, კარგი არის განზრახვის დათება. რომ და გყავდეს შენი დამხმარე ძალა. შენი დამხმარე ძალა შეიძლება იყოს რომელიმე წმინდანი, შეიძლება იყოს სიყვარულის ძალა ზოგადად, ბუნების ძალა, შეიძლება იყოს თვით ღმერთი, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი არის რომ იყოს დიდი ძალა რაღაცა, ბრძენი და ჩვენზე უფრო დიდი, არა ინდივიდი, რომელთანაც ხარ კავშირში და თხოვო, რომ შენი ველი გაწმენდილი იყოს, თხოვო გაგიწმინდოს ველი და მფარველობა შეგიქმნას, ძლიერი მფარველი სფერო შეგიქმნას შენს გარშემო. მფარველი სფერო, რომელიც არ დაუშვებს, რომ რაიმე შემოვიდეს შენს ველში, რომ შენთვის არ არის სასარგებლო. ოღონდ ხარ აღქმელი შენს გარშემო რაც ხდება, ესეთი რაღაცა შეგვიძლია გააკეთო და ეს განიზრახო ხოლმე, რომ ხარ დაცული. და აი ამაში არ შემოვიდეს რაღაცა, რასაც შენ თვითონ ცნობიერად არ მოიპატიჟებ. აი ესეთი პასუხი არის ამას რაც ეხება. მეორე კითხვა, გამახსენე რა იყო, როგორ მოვიყვანოთ ხაზი. ხო, ეს არის, რასაც მე პრინციპში ვაპრაქტიკებ და ვასწავლი, რომ საგვარეულო ხაზთა კურნების პროცესი არის საკმაოდ ძლიერი და ასევე დრო სჭირდება კურნებას. ანუ ჩვენს ამ პროცესში ვუკავშირდებით ბრძენ-ძველ წარმომადგენელს იმ ხაზზე. ანუ პირდაპირ არასდროს არ ვუკავშირდებით იმათთან, ვინც ჯერ არ არიან კარგად.
იმიტომ რომ უბრალოდ არ არის სასარგებლო ჩვენთვის თუ არ არიან ისინი ჯერ გარდაქმნილები. ამიტომ ჩვენ კი მაგათ ვეხმარებით, მაგრამ ირიბად, იმიტომ რომ ეს უფრო ეფექტური არის. ჩვენ პირდაპირ უკავშირდებით იმ წარმომადგენელს იმ საგვარეულო ხაზზე, ვინც არის სახე იმ ხაზის სიმთელის. ანუ მეგზური ხდება ეს ჩვენი და მას ვთხოვთ, რომ კურნება მოუტანოს ხაზს. და ეს იკვრება ამითი ძლიერი ხიდი ჩვენსა და მას შორის, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს პროცესი იყოს მოთავსებული მათ ხელში, ვისაც აქვთ რეალურად იმის შესაძლებლობა, რომ ეს კურნება განკარგონ. ჩვენ ეს მარტო არ შეგვიძლია. ეს არის ეს დაახლოებით, მოკლედ რო ვთქვა, პრინციპი ამ კურნების პროცესის. თუ ვთქვათ, ჯერ არ არიან ეგრე და იცი რომ ნუ არ გაქვს ახლა ამის დრო ან საშუალება, ნუ არ არის ახლა ეგრე რომ ეს პროცესი წამოიწყო. შეგიძლია ასევე განიზრახო შენს დამხმარე ძალებთან კავშირში ყოფნით, რომ თხოვ, რომ ჯანსაღი საზღვრები აღადგინონ შენსა და იმ ხაზს შორის. რას ნიშნავს ჯანსაღი საზღვარი? ჯანსაღი საზღვარი არის, რომ იმ ხაზის მადლი, კარგი თვისებები, მხარდაჭერა, ასე შემდეგ, განაგრძობს ჩვეულებრივად შემოსვლას, ანუ შენ კი არ კვეთავ იმ ხაზს ხარ კავშირში იმ ხაზთან, მაგრამ თუ რაიმე არასასარგებლო ენერგიები არიან, ჯერ არ გადამუშავებული ენერგიები, რაც რამენაირად შეიძლება შემოდიოდეს ჩვენს ველში, მაგან არ განაგრძოს შემოსვლა, ანუ მაგისგან იყო დაცული. აი ესე შეგიძლია განიზრახო, რომ ჯანსაღი საზღვარი აღდგეს შენსა და იმ ხაზს შორის, სადაც ფიქრობ, რომ ან გრძნობს შეიძლება ეს ხდებოდეს. და შეიძლება კიდე ერთი ან სასაფლაო მოვლას ხო ეგ ხო ესეთა ჩვენი ტრადიცია ეხა დავდივართ და უვლით რაღაც მაგრამ ნახე ანუ ამას რამდენი წელი შეიძლება ააკეთო ან წლებით მიხედვით რა თუ აქ ამას მნიშვნელობა მიგდა ის სულებდე თუ მოქმედებს ეგ რო მოვლას, სასაფლაოს მოვლას? ისინი რამდენად ამას აღიქვამენ, არსებობს იმათთვის რაღაც ამის მნიშვნელობა თუ აქვთ იმათთვის აი ამ ყვავილების მიტანას იქ სანთლის ანთებას თუ ჩვეულებრივად ხა მე ვთვლი რომ ჩვეულებრივად ეკლესიაში მისვლაც ან სადმე სახში სანთლის ანთებაც იგივე ძალის არის რაც თქვა სასაფლაოზე მისვლის მაგრამ აი შენგან მაინტერესებს მესმის კითხვა, კარგი კითხვა არის ეგეც. კი, აქვს ძალა. ყველაფერს სადაც არის რამენაირად ზრუნვა გამოხატული, ხო? შეიძლება ეს სიმბოლურად იყოს, შეიძლება ეს იყოს აი ზრუნვა რა არის, ან ენერგიის, ყურადღების მიცემა რაღაცისთვის, მაგას ძალა აქვს. და აი ამ ფორმაშიც გამოხატვა, აი რას ნიშნავს ხო, რომ მოულამაზე საფლავი. აი რაღაცა თავისი ის აქვს, რა ქვია, მოულამაზე მას აი ის მისი მდგომარეობა ან სურვილი არის, რაღაცნაირი სურვილი არის და განზრახვა, რაც მაგაში ჩანს და ეგ მაგას აქვს ძალა. მადლობა ელისო, იმედია გიპასუხე ამითი და მინდა ასევე აი, მინდა ასევე რომ თამროს ქონდა კითხვა, რომ თამროსთანაც შევძლოთ ყურადღების მიქცევა. დროება აქვს ოღონ და შენ კითხვასაც მივხედოთ და მე გვაქვს პრაქტიკის დრო. მე ჯერ თვითონ კარგი დარჩამყალიბებია შეკითხვები, მაგრამ მცდად რომ მჭირდება ხოლმე, მაგრამ მე დავშვით აი როგორც რაც ერთ ადამიანს ვიცნობდი გერმანიაში, ვინც ასევე აკეთებს აი პრაქტიკას და მახსოვს იმის გარდა რაღაც კონკრეტულად დავშვით მუშაობდა ხოლმე შვიდ თაობაზე. ხო და ეგ მაინტერესებდა, ანუ შენ ხა მე ამ ფორმატის მიხედვით ბევრი ხა არ ვიცი როგორ მუშაობდა ასე შემდეგ ხო და მაგას აქვს რაიმე მნიშვნელობა აი ამ რაღაცა შვიდთაობას, იმიტომ რომ მაინც უფრო ხეს თაობები ხო ძალიან შორს მიდის რაღაცა შეიძლება დაუსრულებელი იყოს ხო და რა ვიცი მე მგონი ყველა ხაზში არ არსებობს ხაზი სადაც ტრამვა არ არის წინა თაობებიდან გადმოსული და შეიძლება კარგად და გაწმენდილი იყოს და კიდევ ერთ შეკითხვა იქნება და აი თქვენ ეს სოდნები როცა დაიწყეთ აი ამ ყველაფრის შესწავლა საიდან დაიწყეთ და აი დავშვით რამე კონკრეტულ ცოდნას ეფუძნება თუ რაცა დაშნარევია თუ ასე შემდეგ.
მადლობა თამრო, კაი კითხვები არის. პირველ კითხვას ვუპასუხებ შვიდ-თაობაზე. ეგეც არ არის შემთხვევითი, სხვადასხვა კულტურებში ხშირად არის ნახსენები შვიდი თაობა და შვიდ-თაობას, ბოლო შვიდ-თაობას აქვს თავისი ძლიერი გავლენა და ძალა. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როგორც წესი არის, ახლად გარდაცვლილებს, ბოლოსკენ ვინც გარდაიცვალნენ, მათ კიდევ ის თემები უფრო ისეთი არის, რა ქვია, აი ვთქვათ, წარმოიდგინე რაღაცა წამოიწყო მანამდე. და ის აგორდა და აი ამ ბოლო შვიდ თაობაში ჩვენამდე მაგათ მიერ არის გადმოტანილი და უფრო დიდი ძალა აქვს, ასე ვთქვათ. ან შეგვიძლია ასევე წარმოვიდგინოთ, როგორც ზღვაზე რო დგეხარ და დიდი ზღვა არის. შენ ხედავ მარტო რაღაცა ნაწილს ამ ზღვის ჰორიზონტამდე და ყველაზე ახლოს და აშკარად ხედავ და შეგვიძლია შეეხო ნაპირზე რა წყალიც მოდის და ეშხება, ხო? მსგავსი არის ჩვენზე თითქოს შეიძლება უფრო აშკარა, აი ამას ვიტყოდი, უფრო აშკარად ავღიქვავდეთ მაგათ გავლენას. თუმცა გავიმეორებ, ისევ როგორც წინა კითხვის მსგავსი ის არის, რა ქვია, თემა, მთელ ხაზს აქვს მნიშვნელობა. ხშირ შემთხვევაში ის თემები, რაც ბოლო 7 თაობის განმავლობაში გამეორდა, ვთქვათ, შეხედო, დაინახავ, რომ აი კურნების პროცესში ხო, მაგალითად, დაინახავ, რომ რაღაცა პატერნი არის, რაღაცა თემა არის ზოგადად ხაზზე. ეს პირველს რაც ეხება ამ პირველ კითხვას. მეორე კითხვა, საიდან ვისწავლე ეს? ჩემი მასწავლებელი დოქტორ დანიელ ფორი, ეგრე ქვია და რამოდენიმე წლის წინ გადავაყარა მის წიგნს, რომელსაც ქვია წინაპართა კურნება ინგლისურ ენაზე. ეხლა გვაქვს ქართულ ენაზე, ესეც გადავთარგმნეთ, გიგა ბერიაშვილმა გადათარგმნა ქართულად და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეგ ეხლა არსებობს, იმიტომ რომ დიდარი წიგნი არის, აი ესე, ინფორმაციულად თუ გაინტერესებს საიდან, რა კულტურები და ეს მეთოდი როგორ მუშაობს, მაგ მხრივ ძალიან დიდარი არის და ასევე არის ვარჯიშები, პრაქტიკული ვარჯიშები და შეგვიძლია მიიღო ვარჯიშებს. ეგ წიგნი არის. გაჩვენებთ ცოტა ხანში მაქვს აქ და გაჩვენებთ თუ გინდა რომ ნახო და მაგით მოძებნო. ნუ ეგ არის ჩემი მასწავლებელი და ამ წიგნით წამოვიწყე, მე კურსი გავაკეთე კურნების თვითსამომხმარებლო და ძალიან ესეთი აშკარა ნამდვილი ცოცხალი რეალური პროცესი, არ ვიცი, არ მქონია მანამდე, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი ის იყო, რა ქვია, ძალიან ნამდვილი, აი შინაგანად რო იცი, რომ ეგრე არის, რეალობა არის და მე როცა კურნებას აკეთებ, რომ ციცო შენს გარშემო ცხოვრებაში, რომ ეს სინქრონიზმით, სხვა ადამიანების სახით გიმტკიცდება. და გავაკეთე ტრენინგი არის ესეთი ამისი წინაპართა კურნების პრაქტიკანტის ერთწლიანი ტრენინგი და მასთან გავიარე ეს. ასე რომ ეს არის საიდანაც მაგ ეს ნასწავლი და პირადად საკუთარი წინაპრებისგან. დღემდე ინტენსიურად ვარ ჩართული ყოველდღიურად, ვეკონტაქტები ჩემს ბრძენდაძვალ წინაპრებს და მათგან პირდაპირ და მიწისგან, სადღაც რომ მაკვალიანებენ რაღაცა ადგილებში გამაგზავნიან, მაგალითად ხევსურეთში, მე იქ მივიღებ ცოდნებს, ისეთი სიბრძნეები ტრიალებს იქ და ასე შემდეგ, აი ესე. მადლობა თამრო. ძალიან საინტერესო არის კარგი იქნებოდა მეტი დრო, მაგრამ აი უკვე ვუახლოვდებით ბოლოსკენ რუსუდან შენ ქონდა ვიღაცას ქონდა კიდე ნანას ქონდა მე მგონი ხელი აწეული და მე მგონი ერთი კითხვაღა შეგვიძლია და მე გადავიდეთ უკვე რომ პატივი ვცეთ დროს ნანა კიდე არის აქტუალური შენი კითხვა. ანა, მოგესალმებით და მივესალმები ყველას დამსწრეს. ძალიან საინტერესოა და როგორც კი თქვენ ტრენინგის შესახებ მოვისმინე, მაშინვე დავინტერესდი და დავრეგისტრირდი. აი ხა თქვენ თქვით, რომ
წინაპრების გავლენები. აი ჩვენ ქართველებს ტრადიციულად გვაქვს ასეთი, რომ გაანათლოს წინაპრების სულიები და ილოცონ დანატოვარი ხალხისთვის. არ ვიცი ეს ლოცვა როგორ ხდება, მაგრამ თანდათანობით უფრო ვწმუნდები, რომ ეს კავშირები მართლაც არის. და ახსენეთ თქვენ დედის ხაზი და რატომღაც აი ბოლო პერიოდში სულ დაკვირვებული ვარ, რომ ადამიანები ჩემს გარშემო პირადად მეც ხომ რაღაცნაირად გავს ჩვენი ისტორიები, ჩვენი დედების, ჩვენი ბებიების ისტორიებს. ნუ პერიოდები რა თქმა უნდა განსხვავებულია, განსხვავებულ პერიოდებში ვცხოვრობთ, მაგრამ პირადი ცხოვრება რაღაცნაირად მასავით არის ერთმანეთთან დაკავშირებული და აი როგორ შეიძლება თუნდაც აი ნეგატივი რაღაცა ჩემთან, ჩემს წინაპართან, დედასთან, ბებიასთან, აი ამისი გაწმენდა როგორ ხდება? მადლობა ნანა კითხვისათვის. ძალიან სწორი არის, რასაც იძახი. ხშირად მეორდება ხოლმე რაღაცა თემა და თუ რაღაცა არის საგვარეულო ხაზში ჯერ არ გადამუშავებული, მოუგვარებელი აი ეგ თემა, ისევ იჩენს თავს სხვადასხვა წარმომადგენელში იმ ხაზზე. და შეიძლება მომავალშიც გაგრძელდეს. იმისათვის, რომ აი ვთქვათ რაღაცა ეს ჯაჭვი შეწყდეს იმ რაღაცა თემის, კურნებითი ზრუნვა და დრო და ამის სურვილი, ხშირ შემთხვევაში ეს რეცეპტი ერთად შველის ხოლმე ამას და კურნებითი ზრუნვა სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. მე რა პრაქტიკაშიც ვარ ჩართული, რასაც ვასწავლი, არის აი ეს საგვარეულო ხაზთა კურნების პროცესი. ზუსტად ამაში მდგომარეობს, რომ მივიტანოთ კურნებითი ზრუნვის ყურადღება იმ ხაზზე, საგვარეულო ხაზზე, ვთქვათ სიტყვაზე დედის ხაზზე. და როდესაც იკურნება ხაზი და ყველა გარდასული, გარდაცვლილი იმ ხაზზე ნამდვილად იქ ხდება, სადაც უნდა იყვნენ და ერთი ძლიერი შეკრული კოლექტიური ენერგია ხდება ისევ ეს. მერე შეგვიძლია უკვე თემატური ესეთი თემები, უკვე პროცესშიც არის ხოლმე ხშირად, რომ კურნების ელემენტებს ხედავ, რომ რაღაცა იხსნება ნელ-ნელა ეს თემა. მაგრამ შეიძლება ხოლმე ვთქვათ თუ კიდე გაგრძელდა, აი ამ თემატური იმით იმიტანა თხოვნით. და ხანდახან არ ვიცით რა მიზეზები, ანუ როდესაც კურნების პროცესს გავდივართ ხოლმე. თუ თვლიან რომ საჭირო არის ჩვენ ეს დავინახოთ, ან მზად ვართ რომ ეს დავინახოთ, გაგვაზიარებენ საიდან დაიწყო, რა მომენტი იყო ამის წყარო, რატო დაიწყო აი ეს ვთქვათ ეს ამ კონკრეტული თემის გათამაშება იმ ხაზზე, რა მოხდა. და როდესაც წყაროს ვნახულობთ ხოლმე, ესეც თავისთავად შეიძლება, რომ მკურნალი იყოს მაგ მომენტში, რომ დაინახო, რომ საიდან მოდის ეს. და მიიტანო მერე ეს კითხვა თვითონ იმ მეგზურთან, შენს წინაპრულ ბრძენ წარმომადგენელთან იმ ხაზზე. ყველა ხაზზე თავისი წამალი აქვთ, თავისი ცოდნა აქვთ, რითიც შეუძლიათ, რომ მოუტანონ კურნება მაგ მხრივ. მადლობა კითხვისათვის, ნანა. კაცრავად ხატია, გამორთა. ძალიან ბევრი ინტერესი არის და ძალიან მოხარული ვარ, თუმცა და მან შევხედავ შენს ხელს აწეული გაქვს ხელი და დიდი ბოდიში უნდა მოგიხადო, ვეღარ მოვასწრებთ, იმიტომ რომ უკვე ვართ ბოლოსკენ მისულები და მინდა ასევე ადგილი კონდეს ჩვენს პატარა პრაქტიკას და ვარჯიშს, რომ ეხლა ვილაპარაკეთ ამაზე, მაგრამ რომ მოგეცეთ ასევე პირდაპირი პრაქტიკული ცოდნა, რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება დამკვიდრდე ამ ცენტრში და გავაკეთოთ პატარა 10 წუთიანი ვარჯიში. სადაც გთხოვთ, რომ ამისათვის უბრალოდ მივიტანოთ ყურადღება შიგნით და შეხედეთ თუ ზიხარ რამენაირად შეიძლება მოუხერხებლად იჯდე, შეასწორე, ისე რომ იყო კომფორტულად. და შეგიძლია რომ ყურადღება მიიტანო შიგნით. თუ გეხმარება ამაში თვალების დახუჭვა, დაახუჭე თვალები.
და ჩაის უნქე ღრმად რამოდენიმეჯერ. მიიტანე ყურადღება შენს მუცლის და გულმკერდის მიდამოებთან. ბევრი ვილაპარაკეთ და ენერგია შეიძლება იყოს ახლა უფრო თავთან. ეცადა რომ ჩამოიტანო ეს ყურადღება შენს სხეულის ცენტრთან, გულმკერდთან, მუცლის არეში. ჩაისუნთქე ღრმად. მოისუნთქე და ცოტათი უფრო მოადუნე სხეული. ჩაისუნთქე კიდევ ერთხელ ღრმად და კიდევ უფრო ღრმად ჩაიტანე ყურადღება. ისევ ფეხებთან. იგრძენი კავშირი მიწასთან. შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ფეხში შველად გეხარ მიწაზე. იგრძნო, როგორი შეგრძნება არის. ფეხში შველად გომის მიწაზე. და წარმოიდგინე, რომ ფესვები იზრდება შენი ფეხებიდან და ჩადის ღრმად დედამიწაში. გამყარებს, გამკვიდრებს. გაძლევს მხარდაჭერას. და ჩაისუნთქე ღრმად შენს ცენტრში. იგრძენი ეს დამკვიდრებული, დაფუძნებული მდგომარეობა. და მოუხმე შენს დამხმარე ძალას შენთან. დამხმარე ძალა შეიძლება იყოს შენი მფარველი ანგელოზი. ან რომელიმე წმინდანი. ან სიყვარულის ცნება. ან ღმერთი. ან ბუნების ძალა. თავარი არის, რომ იყოს ის, ვისაც შენ უხმობ ხოლმე მაშინ, როცა გჭირდება მხარდაჭერა. მოუხმე მას. და როცა იგრძნობ კავშირს მასთან, შეგიძლია მიესალმო. მადლობა გადავხადო თქვენი კავშირისათვის, მობრძანებისათვის. დააკვირდე კარგად თქვენს კავშირს. და თხოვე შენს დამხმარე ძალას, რომ კარგად შეავლოს თვალი შენს სხეულს და პირად სივრცეს და თუ კი შეამჩნევს, რომ რაიმე არის შენს ველში, რაც არ არის შენთვის სასარგებლო, რომ კარგად გაგიწმინდოს. და ასევე თხოვე, რომ ძლიერი მფარველი სფერო შეგიქმნას შენი პირადი სივრცის გარშემო. სადაც ვერაფერი ვერ შემოვა და ვერავინ ვერ შემოვა, ვისაც შენ თვითონ ცნობიერად არ მოიპატიჟებ შენთან. და იგრძენი, როცა ხარ შენს ცენტრში და ხარ დაფუძნებული, მხარდაჭერილი,
შენი ველი გააწმენდილია და ხარ დაცული. იგრძენი როგორი არის შეგრძნება. და აი ამ დამკვიდრებული მდგომარეობიდან, ამ შენი ცენტრიდან, ხა მიტანე ყურადღება, ცნობების მოყარების ყურადღება, უბრალოდ დააკვირდი, რომ ხარ პირდაპირ ჩართული სიცოცხლის ქსელში. შენს გარშემო კავშირში ხარ შენს წინაპრებთან. და ამას რო აღიქვა, დაარჩი შენს ცენტრში, შენს დამხმარე ძალასთან კავშირში და ძალიან დიდი პატივისცემით, ოღონდ მტკიცეთ, თხოვე იმ ნაწილს შენ წინაპრული ველიდან, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე მთელი მშვიდობაში ან კარგად თხოვე, რომ ცოტათი გაიწიოს შენი პირადი სივრციდან მიღმა. ცოტათი უკან გაიწიოს, ფართო წრეზე გავიდეს. და ამავდროულად თხოვე იმ სიბრძნის წყაროს შენს წინაპრულ ველში, იმ ნათელ წყაროს, რომელიც არის შენს წინაპრულ ველში, რომ მოვიდეს უფრო ახლოს შენთან. მოხდეს რეორგანიზება შენი წინაპრული ორგანიზმის. და იგრძენი როგორი არის ეს, როდესაც ხდება ეს რეორგანიზება. და შეგიძლია ყური დაუგდო იმ სიბრძნის წყაროს, რომელიც მოვიდა შენთან ახლოს და იცოდე, რომ თუ რაიმე კითხვა გაწევს გულზე, შეგიძლია დაუსვა პირდაპირ ამ სიბრძნის წყაროს. და იგრძენი, რომ ხარ დაჭერილი მათგან. მათ უნდათ, რომ კარგად იყო. და მათი სიმყარიდან ყოველთვის შეეცდებიან, რომ დაგიცვან და დაგლოცონ. და იგრძენი ეგ. იგრძენი ეგ სიმყარე, მხარდაჭერა ზურგში. და დიდი მადლობა გადავხადე მათი ამ მხარდაჭერისათვის. და იმ ფარველობისათვის. ძალისათვის, რასაც გაძლევენ.
მაგრამ ნელა მოემზადე რომ ყურადღება ისევ აქეთ გადმოიტანო. შენს დამხმარე ძალას, ვინც თავიდან მოუხმე, თავი კიდევ ერთხელ შეავლოს თვალი შენს ხელს, შენს ველს, უზრუნველყოს, რომ შენი ველი სუფთად არჩეს, და მფარველი სფერო მდგრადი იყოს, შენი პირადი, გამოგვყოს მთელი ღამის განმავლობაში. და შენს დამხმარე ძალასაც დიდი მადლობა შეგიძლია გადაუხადო. შეგიძლია კავშირში დარჩე მასთან. ვიცოდე, რომ ყოველთვის შეგიძლია ხოლმე მოუხმო. და ეს ყოველდღიურობაში გაიმეორო ხოლმე. ისი მოხმობა და თხოვნა, რომ გააგიწმინოს ველი და მფარველი სფერო შეგიქმნას. ნელა შეგიძლია უკვე გადმოიტანო ყურადღება აქეთ. იგრძნო შენი სხეული კარგად, ისუნთქო ღრმად. და თუ რაიმე არის, რაც გაზიარდა შენთვის და გინდა რომ ეს დაიმახსოვრო, ყოველთვის კარგი არის რომ ეს ჩამოწერო უცებ, თორე შეიძლება მერე დაგავიწყდეს. ძალიან დიდ მადლობას გიხდით მოსვლისათვის, დასწრებისათვის, აქ ვინც ხართ და მომავალში ვინც შეხედავთ ამას ჩანაწერის სახით. და შეგახსენებთ, რომ შემდეგ კვირას 9 ივლისს 9 ივლისი არის 4-შაბათი დღე. საღამოს 8 საათზე, თორე ვწდები, 8 საათი არის. გვაქვს ასევე ონლაინ შეხვედრა. 9-ში იქნება ჩემს კოლეგასთან, შეერთებული შტატებიდან, ანჯელა რენილსონი ქვია, ფანტასტიკური ადამიანი. ძალიან ძლიერი მკურნალია, ასევე ისიც არის წინაპართა კურნების სპეციალისტი. და ასევე მუშაობს სიზმრებზე, 30 წელია. სიზმრებთან კავშირში და სიზმრებით ეხმარება ხშირად ხალხს, რომ აი ამ წყაროთი უფრო მეტი გარკვევა მოიტანონ საკუთარ ცხოვრებაში. ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ვილაპარაკებთ წინაპრებზე და ინტუიციაზე. იმიტომ რომ ხშირად ისმის ხოლმე ეს კითხვა, რომ როგორ გავიგო, მართლა დავინახეს თუ არა, როგორ ვიცოდე მოვიგონეს თუ მართლა მოდის რაღაცა კავშირზე. რაც ხშირად ეს კითხვა ძალიან ხშირი არის და ძირითადად მოდის იმ იარიდან, რომ საკუთარ ინტუიციას ვერ ვენდობით. და მაგას თავისი მიზეზები აქვს ძალიან აშკარა და ცხადი კოლექტიურ დონეზე. და მაგიტომ მნიშვნელოვანი არის ამ თემაზე ლაპარაკი და ვილაპარაკებთ შემდეგ 4-შაბათს 9-ში საღამოს. დიდი სიამოვნებით გიხილავთ იქ ისევ, გექნებათ იქ ინგლისურად ვილაპარაკებთ და მე ვეცდები ქართულად გადავთარგმნო. და კითხვა-პასუხების დროც გვექნება და ბოლოს ისევ პატარა პრაქტიკა გვექნება, თუმცა გვექნება უფრო მეტი დრო, საათნახევარი. გამიხარდება თუ იქ გნახავთ. გესურვებთ კეთილ საღამოს. ბედნიერად ყოფილიყავით, დალოცულები ყოფილიყავით, თქვენი გზა ყოფილიყოს დიდი სიყვარულის წყარო. აბა კარგად. მადლობა. დიდი მადლობა. გაიხარეთ.